ვინც ნახა, რასაც ვაკეთებდით, პირველ რიგში ის გაიფიქრა, მაინც როგორ ახერხებს თამაშს უსინათლო. მერე ხალხი მოდიოდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, რომ უსინათლოებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მენტალური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის. ის ფიზიკური ვარჯიში, რომელსაც თამაშების დაწყებამდე ვაკეთებთ, უკვე არის სასარგებლო ფსიქიკური წონასწორობისთვის. ეს თამაში უსინათლოებს აერთიანებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდის შეკვრა ხდება. ეს ხელს უწყობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თამაშებში ჩაერთონ. ფეხბურთის ლიგამ საშუალება მომცა მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ამ სპეციფიკურ სპორტში მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაც არის ადგილი. მე მქვია იაგვე მუზაფარო. მე ვარ უგანდის უსინათლოთა საფეხბურთო ლიგის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. უგანდის უსინათლოთა საფეხბურთო ლიგა არის პარასპორტული ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც მოიცავს უსინათლოთა ფეხბურთის მართვას, განვითარებასა და გავრცელებას. უგანდაში უკვე გვაღიარეს ქვეყნის პარალიმპიურმა კომიტეტმა და უსინათლოთა საერთაშორისო სპორტის ასოციაციამ. უსინათლოთა ფეხბურთისთვის სპეციალური აღჭურვილობა შევიძინეთ კონტინენტზე. ერთი სპეციფიკური ნივთია ბურთი, რადგან ბურთი, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ, ჩხრიალებს და ასეც აფრიკაში ვერ იშოვი, მიუწვდომელია. მეორე ნივთია ჩვეულებრივი თვალსაკრავი. მას იმისთვის ვიყენებთ, რომ თვალები მოგვიჩრდილოს. უსინათლოთა ფეხბურთის თამაში მას შემდეგ მომინდა, რაც რიო-დე-ჟანეიროს თამაშებს ვუყურე 2016 წელს. აღტაცებული დავრჩი და დავიწყე იმის გარკვევა, რამდენად იყო შესაძლებელი ასეთი რამ უგანდაშიც. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დავაარსე უსინათლოთა საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც ყოველ წელს ვაწყობ. ამ ჩემპიონატის ფარგლებში გუნდებს ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა ეძლევათ. მთელი ქვეყნის გუნდები ერთ ადგილზე იყრიან თავს. ეს ინიციატივა უზომოდ გაფართოვდა 2021 წელს. როდესაც სპორტის ეს სახეობა დავიწყეთ, თამაში მხოლოდ ორ ადგილას, ორ უნივერსიტეტში იყო შესაძლებელი. ახლა აღარ უკმაყოფილდებით მხოლოდ უნივერსიტეტებით. შევედით საშუალო და დაწყებით სკოლებშიც. ასე რომ ახლა 12-13 გუნდი გვყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქედან 6 გუნდი ჯგუფურ ფორმატში ხვდება ერთმანეთს და უგანდის დედაქალაქის კამპალის გუნდი Strong Spirits-ი გახდა 2024 წლის უსინათლოთა საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული. ჩემი პირველი რეაქცია უსინათლოთა ფეხბურთის ინიციატივის მიმართ ის იყო, რომ დიდი იმედი გამიჩნდა, რომ ის გააერთიანებდა უსინათლოებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გუნდის შეკვრას ეხება. ეს ხელს უწყობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თამაშებში ჩაერთონ. ამ ტურნირში მონაწილეობა მეხმარება ვიფიქრო, რომ არ ვარ გარიყული და ისეთივე ნიჭიერი ვარ, როგორც ნებისმიერი თვალხილული. And I'm talented like any other person who is sighted. გარდა ამისა, ამ თამაშის წყალობით გამიჩნდა განცდა, რომ შემიძლია ისეთი რამის გაკეთება, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ადამიანს, რომელსაც არავითარი შეზღუდვა არ აწუხებს. უსინათლოთა ფეხბურთი იმ ადამიანების აღფრთოვანებას იწვევს, რომლებიც გვიყურებენ. ეს არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ინკლუზიურია და რომელშიც სიამოვნებით ვაძლევთ შესაძლებლობებს იმ ადამიანებს, რომელთაც მხედველობის პრობლემა აქვთ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ რა გავლენა აქვს ამ ტურნირს, როგორც ფეხბურთელებზე, ისე მათ ოჯახის წევრებზე. ხედავდით, თუ რა ენთუზიაზმით მოდიოდნენ მშობლები სტადიონზე, რათა საკუთარი შვილებისთვის ეგულშემატკივრად. ისინი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდნენ, როდესაც ხედავდნენ, თუ როგორ ახერხებდნენ მათი შვილები იმას, რისი გაკეთებაც მშობლებს ეგონათ, რომ არ შეეძლოთ. როდესაც ფეხბურთს იმ ადამიანებთან ერთად თამაშობ, რომლებსაც მხედველობის პრობლემა აქვს, ან უსინათლოები არიან, რაღაც ერთიანობის განცდა ჩნდება. ყველა ერთნაირები ვართ, უსინათლოები ვართ. ამიტომ ეს თამაში გვაახლოვებს. განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც მიმოფანტული არიან სხვადასხვა მხარეს, მაგრამ ახლა ფეხბურთმა ისინი გააერთიანა. პირადად მე მჯერა, რომ უსინათლო ფეხბურთელების შემდეგი თაობა უფრო წარმომადგენლობითი იქნება, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ფეხბურთი სულ უფრო და უფრო გაფართოვდება. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მე წავაწყდი, როგორც დაქვეითებული მხედველობის მქონე ადამიანი, იყო პროტექციონიზმი, რომელსაც ოჯახი იჩენდა ჩემ მიმართ. დროთა განმავლობაში დამოუკიდებელი გავხდი და ყველაფრის კეთებას ვახერხებ ახლა.
ეს ტურნირი ჩემთვის იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ჩვენი ზრდის საზომიცაა. ის გვაჩვენებს თუ რამდენად წინ წავედით და კიდევ რამდენიც წავიწევთ წინ. თუ რა გავაკეთეთ წარსულში, რა გავაუმჯობესეთ თამაშში და კიდევ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ იგი. ქვეყნის შიგნით ფეხბურთის განვითარება შემდეგნაირად წარმომიდგენია. რომ გქონდეს კონკურენტუნარიანი ლიგა, რომელიც 3-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს. გქონდეს ჩვენი საკუთარი სტადიონი, სადაც შევძლებთ ვითამაშოთ და ვივარჯიშოთ. თუ თვალთ და გაკლდათ, ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება შეგეზღუდებათ და ვერ გააკეთებთ რაც გსურთ. ჩვენ გვყავს მხედველობის პრობლემის მქონე ექიმები და მორბენალები. მხედველობას სრულად რომ დაკარგოთ კიდეც, მაინც შეგიძლია ჩვეულებრივ გააგრძელოთ ცხოვრება. შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, არაფრით არ ხარ შეზღუდული.